მოგესალმებით, მიმდინარე გაკვეთილში ჩვენ საუბარი გვექნება პროგრამა Excel-ზე და მის ძირითად ფუნქციებზე. განვიხილოთ მოცემული მაგალითი. მარცხენა მხარეს მოცემული გვაქვს მონაცემები და მონაცემების გამოთვლის შედეგები. მარჯვენა მხარეს დიაგრამა, რომელიც გამოსახავს გამოთვლის შედეგებს, ანუ პასუხების სვეტს. ჩვენი მიზანია შევისწავლოთ თუ როგორ ხდება უჯრებზე ფუნქციების მინიჭება. ეს ამ უჯრაზე მინიჭებული ფუნქცია ჩვენ შეგვიძლია ამოვიკითხოთ ფუნქციათა სტრიქონში. ეს ამი უჯრა ტოლია C3 + D3. ყურადღება გავამახვილოთ იმ გარემოებაზე, რომ Excel-ს აინტერესებს უჯრებს შორის დამოკიდებულება. ამ შემთხვევაში ცვლადი 1 30 იქნება თუ 50 და ექვემდებარება ფუნქციას E უდრის C3 + D3. უფრო მეტი თვალსაჩინოებისათვის მე 30-ს შევცვლი 50-ით და დავადასტურებ კლავიატურიდან Enter-ით. როგორც ხედავთ, პასუხი ავტომატურად შეიცვალა და მივიღეთ პირველი და მეორე ცვლადის ჯამი. დავაბრუნოთ მოქმედება 1 საფეხურით უკან. მოდით შევისწავლოთ თუ როგორ ხდება უჯრებზე ფუნქციის მინიჭება. მე წავშლი დიაგრამას და პასუხებს. ავირჩიოთ ეს სამი უჯრა მაუსის მარცხენა ღილაკის გამოყენებით. კლავიატურაზე დავაწვეთ ღილაკს ტოლობა. შემდეგ მაუსით ავირჩიოთ C3 უჯრა. შემდეგ კლავიატურაზე დავბრუნდეთ და ავირჩიოთ პლუსი. შემდეგ D3 უჯრა. იმისათვის, რომ გამოთვლის პროცესი დასრულდეს, ვაწვევით ღილაკს Enter კლავიატურაზე. ანალოგიურად ვიქცევით სხვაობის, ნამრავლის და განაყოფის გამოთვლისას. ვიყენებთ რა შესაბამის მაჩვენებლებს: მინუსი, ფიფქი, დახრილი ხაზი. აქვე მიგანიშნებთ, რომ 4-ვე მაჩვენებელი იმყოფება კლავიატურაზე მარჯვნივ მდებარე ციფრებთან. შეეცადეთ პირველად ჩემთან ერთად შეასრულოთ აღნიშნული სავარჯიშო, თუ ტემპს ჩამორჩით, შეაჩერეთ ვიდეო გაკვეთილი და მას შემდეგ რაც დაეწევით, განაგრძეთ პარალელურ რეჟიმში მუშაობა. ვაწვევი კლავიატურაზე ტოლობას, არჩეული მაქვს E4 უჯრა. ვირჩევ პირველ ცვლადს, რომელიც მდებარეობს C4 უჯრაში. მაუსზე ვაწვევი მარცხენა ღილაკს. შემდეგ ბრუნდები კლავიატურაზე და რაკის სხვაობა ვაწვევი მინუს ღილაკს. შემდეგ ვირჩევ მეორე ცვლადს, რომელიც მოთავსებულია D4 უჯრაში და ვაწვევი კლავიატურაზე Enter-ს, რათა დასრულდეს გამოთვლის პროცესი. ტოლობა, C5, ფიფქი, D5, Enter-ი. ტოლობა, C6, დახრილი ხაზი, D6, Enter-ი. გამოთვლის პროცესი დასრულებულია. ავაგოთ დიაგრამა. ამისათვის მოვნიშნოთ სასურველი მონაცემები. ჯამი, სხვაობა, ნამრავლი განაყოფი. მაუსის მარცხენა ღილაკს ვაწვევით, არ უშვებთ თითს. აუშვით თითი. და მათი შესაბამისი პასუხების სვეტი. კონტროლ ღილაკის გამოყენებით. აქვე ერთი შენიშვნა. დააჭირეთ კონტროლს მას შემდეგ, რაც დაასრულებთ B სვეტში მოთავსებული მაჩვენებლების მონიშნას. მივედით 85-დან, ვაწვევი კონტროლს კლავიატურაზე და შემდეგ ვაგრძელებ მონიშნის პროცესს. აუშვი მაუსზე მარცხენა ღილაკს, აუშვი კონტროლს. როგორც ხედავთ, ჩემთვის სასურველი მონაცემები მონიშნულ მდგომარეობაშია. გადართეთ Insert-ზე, აირჩიეთ სვეტები და პირველივე შაბლონი.
აუცილებელია სვეტები ჩავანაცვლოთ სტრიქონებით, რათა მივიღოთ ჩვენთვის სასურველი დიაგრამა, რომელიც ნათლად გამოხატავს გამოთვლის შედეგებს. ვირჩევთ ღილაკს Switch Row Column. მაუსის მარცხენა ღილაკზე ერთხელ დაწყაბუნებით. მოხდა სტრიქონების სვეტებით ჩანაცვლება. გადავრთოთ Home-ზე და ავირჩიოთ ქართული ენა. კლავიატურაზე დავადასტურე Enter-ით. გილოცავთ, თქვენ შეძელით და სრულყოფილად შეასრულეთ განხილული სავარჯიშო. ჩემ რჩევა იქნება დამოუკიდებლად შეასრულოთ აღნიშნული სავარჯიშო ვიდეო გაკვეთილის დახმარების გარეშე. გისურვებთ წარმატებებს. დროებით.